ჩინელებმა ახლახან გამოუშვეს ხელოვნური ინტელექტის მოდელი, ახალი აპდეითი, რომელმაც საკუთარი თავი თავადვე ააგო. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ. ეს მოდელია Minimax M2.7, აქამდე ხმარობდით ჩვენ Minimax M2.5 და მართლაც კარგი მოდელი იყო. ეს ახალი გამოშვების მოდელი, სიმართლე რომ ვთქვათ, თითქმის ახლოსაა GPT-5.4-თან და Opus 4.6-თან, ანუ ყველაზე ძლიერ ორ ამჟამინდელ მოდელთან. ჩინურმა ამ ახალმა მოდელმა საკუთარი თავი ავტონომიური თვითგაუმჯობესების 100-ზე მეტი რაუნდის მეშვეობით გაწვრთნა, 30%-იანი ზრდა ადამიანის ჩარევის გარეშე. მოდელი ახლა თავადვე ასრულებს AI ლაბორატორიის საკუთარი თავის კვლევის 30-50%-ს, პროგრამირებაში სჯობნის Google-ის Gemini-ის და უთანაბრდება GPT-5.4-სა და Opus 4.6-ს. მოდელის გასაშვებად არ არის საჭირო რაღაცა სასწაულად გიჟური აპარატურა, დასახულ ამოცანებს უბრალოდ ანადგურებს ფინანსური მოდელირებები, OpenClaw, კოდირება და სხვადასხვა მიმართულებით. One shoot, ერთი ცდით. მოკლედ, როგორც ამბობენ ჩინელები, თვითგაუმჯობესებადი AI უკვე რეალობაა. მკვლევარები მხოლოდ მიზანს უსახავენ, დანარჩენს კი AI თავადვე აკეთებს. არ ვიცი ახლა ჯამურად ეს რამდენად სიმართლეა და რამდენად ყველაფერი ასე მოხდა, თუმცა, აქეთკენ რომ მივდივართ, მე მგონი უკვე ეჭვი აღარავის გეპარება თამაში.